გამარჯობა. დღეს ვისწავლით თავშლის მოქსოვას. ამ თავშლისთვის კარგი იქნება წვრილი ბამბის ძაფი, ან შესაძლებელია გამოვიყენოთ ალიზეს კოტონ გოლდი, ან ალიზეს ძივა. ეხლა მე მიჭირავს ყაისნაღი 1.9. თქვენ შეგიძლიათ მოგხსოვოთ 2 ზომითაც და 2 დაუშვათ 1-ით. დავიწყოთ მოქსოვა. ვიწყებთ თავიდან 12 ჰაეროვანი თვალით. შეხედეთ მე როგორ ვაკეთებ პირველ თვალს. მოკლედ ჩემსკენ არის, უკან გადავიტან, აი ესე დავიჭერ, მარყუჟი გაკეთდა და გამოვაძვრენ ძაფს. შემდეგ ამ მარყუშს ძალიან მომჭიმავ და ეს არ იქნება თვალი. თვალია აი პირველი. აი ეხლა რომ მოვხსოვე 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12. ესე იგი 12 ჰაეროვანი გავაკეთეთ. შემდეგ მერვე თვალში უნდა შევიდეთ, მე ბოლოდან გადავითვლი ხოლმე, მერვე თვალში შევედით, აი 4 თვალი დამჭა აქეთ, ხო? მერვე თვალში შევედით და მოვხსოვეთ 1 ნამატიანი. შემდეგ მოვხსოვოთ 3 ჰაეროვანი და ბოლო თვალში შევიდეთ და მოვხსოვოთ 1 ნამატიანი. ამის შემდეგ ვხსოვთ 3 ჰაეროვანს და ისევ ბოლო თვალში, აი ნახეთ, ისევ ბოლო თვალში მოვხსოვ აი ესეთი რაღაც მივიღეთ. ხედავთ? გადავიდეთ შემდეგზე. 3 ჰაეროვანი მოვხსოვოთ, 3 ჰაეროვანი მოვხსოვეთ, მოვაბრუნე და თითო აი ამ თაღში ეხლა, აი ამ თაღში მოვხსოვოთ 7 1 ნამატიანი. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. შემდეგ კიდევ 1 ნამატიანი უნდა მოვხსოვოთ აი ამ სვეტის ზემოთ თვალში, არა თაღში, არამედ თვალში. ამის შემდეგ ვხსოვთ 2 ჰაეროვანს, ვაკეთებთ ნამატს და ისევ ამ სვეტის თავში შევდივართ და ვხსოვთ 1 ნამატიანს. ამის შემდეგ თაღში, აი ამ თაღში უნდა მოვხსოვოთ 7 1 ნამატიანი. 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7. ეხლა გავაკეთოთ ნამატი, აი აქედან 3 თვალი გადავითვალოთ და მოვხსოვოთ ბოლო 1 ნამატიანი. ეხლავე აი შევედი და მოვხსოვეთ ბოლო 1 ნამატიანი. ნახეთ როგორი მივიღეთ, აი ასეთი მოვხსოვეთ. ეხლა უნდა მოვხსოვოთ მესამე რიგში 4 ჰაეროვანი. 1, 2, 3, 4. მოვაბრუნოთ. დააკვირდით, აი აქ შევდივარ. პირველში არა, აი აქ. 1,
ყოველ მათგანში, ყოველ ნახრეთში შევდივარ, ბოდიშით აი ერთი რომ მოვგსოვე, აი შეხედეთ, გავანათო, ერთი ხაეროვანი, შევედით მოვგსოვეთ ერთნამატიანი, ერთი ხაეროვანი, ისევ შევედით მოვგსოვეთ ერთი ხაეროვანი, ერთნამატიანი, ერთი ხაეროვანი, ერთნამატიანი, ერთი ხაეროვანი, ერთნამატიანი, ერთი ხაეროვანი, ერთნამატიანი, ერთი ხაეროვანი და ერთნამატიანი. ეხლა დავითვალოთ რამდენია. სვეტი 1 2 3 4 5 6 7 8 9 სვეტი. ამის შემდეგ მოვგსოვოთ 2 ხაეროვანი და აი ნახეთ პირველი ერთნამატიანის პირველი სვეტის თავზე თვალში შევდივართ და ვგსოვთ ერთნამატიანს. ამის შემდეგ 1 ხაეროვანი, ერთნამატიანი, 1 ხაეროვანი, ერთნამატიანი. ყოველ თვალში შევდივართ და გსოვთ მორიგეობით ერთნამატიანი, 1 ხაეროვანი, ერთნამატიანი, 1 ხაეროვანი. აი შეხედეთ, ერთი ხაეროვანი, ერთნამატიანი. აბა დავითვალოთ რამდენი გვაქვს? 1 2 3 4 5 6 7 8. მეცხრეს გსოვთ აი აქ. ნახეთ, მოვნახოთ თვალი, შევიდეთ და მეცხრეც მოვგსოვოთ. ნახოთ რა გამოგვივიდა. გავნაგრძოთ. შემდეგ უნდა მოვგსოვოთ 5 ხაეროვანი. 1 2 3 4 5. შემდეგ ნამატი გავაკეთოთ, შევდივართ აი ამ თაღში, აი შეხედეთ, აი ამის თავზე და ვგსოვთ ერთნამატიანს. ამის შემდეგ უნდა მოვგსოვოთ 3 ხაეროვანი, 1 2 3. შემდეგ აი ნახეთ სად შევდივართ, აი ასე და უნამატოს მოვგსოვთ. ისევ ნამატი გავაკეთოთ, შევდივართ თვალში, ერთნამატიანს გსოვთ, შემდეგ 1 2 3 ხაეროვანი, აი ნახეთ, აქ შევედით და უნამატო მოვგსოვეთ. ისევ ერთნამატიანი მოვგსოვეთ, 1 2 3 და ძირში, აი ამ 3-ის ძირში გსოვთ უნამატოს. ისევ ნამატი და აი ესე უნდა ჩავიდეთ აი აქამდე. აი ერთი ფრთა მოვჭეთ ასეთი სახით. ნახეთ, შევდივარ, 2, ისევ ნამატი, შემდეგში შევდივართ, ერთნამატიანი მოვგსოვეთ, 1 2 3, შემდეგ აი ასე გამოვგსოვთ, ისევ ერთნამატიანი, შემდეგი სვეტის თავზე 1 2 3
აი, ნახეთ როგორ გამოდის. უნამატო, ისევ ერთნამატიანი. 1, 2, 3 მოვგზავნეთ და აი აქ ისევ ერთნამატიანს ვაკეთებთ. ნახეთ რა ლამაზი რაღაც ზიგზაგები, ხო? ზიგზაგები გამოვიდა. დავითვალოთ რამდენია აი ესეთი პაწაწინა დეტალები. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. 7 უნდა იყოს. 7. აი, დავდებ, რომ კარგად დაინახოთ. ამის შემდეგ გვსოვთ 2 ხაეროვანს, 1, 2, შემდეგ ნამატი, შევდივართ აი ამ სვეტის თავში, აი ასე, შემდეგ ისევ იგივეს ვაკეთებთ, 3 ჰაეროვანი და უნამატო უნდა მოვგზავნოთ ძირში. ნამატი შევყარეთ, ისევ 3 ჰაეროვანი, ნახეთ აი ძირში სათქვსო, უნამატო. ისევ ჰაეროვანი არა, ნამატი, მოვგზავნეთ ერთნამატიანი, 3 ჰაეროვანი, ისევ ერთნამატიანი მოვგზავნოთ, 3 ჰაეროვანი, გავნაგრძოთ ერთნამატიანი, 3 ჰაეროვანი, ერთნამატიანი. ყურადღებით გსოვეთ, რომ ზუსტად სვეტის თავზე შევიდეთ ხოლმე. სვეტის თავზე. აი, სვეტები ხო ჩანს, ზუსტად სვეტის თავზე თვალში შევდივარ. და შემდეგ 1 ჰაეროვანი, ნახეთ 1 ჰაეროვანი და აი აქ ნაპირზე მესამე რო გადაიანგარიშოთ სიმაღლეში, აი დაბლიდან 1, 2, 3 შევიდეთ და მოვგზავნოთ. ანუ აი ეს თავშლები ყოველთვის მოითხოვენ პროპორციულობას. აქეთ რომ არის 7, აქეთაც უნდა იყოს 7. აი ამ პაწაწინა ლამაზ დეტალებს გულისხმობ. აი ეს ზიგზაგები რომ არის. აქაც 7-ია, აქაც 7. გავაგრძელოთ. ოი. 9 ჰაეროვანი. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 ჰაეროვანი. მოვაბრუნოთ, ნახეთ და გავაკეთოთ ნამატი. აი შევუყრით აი აქ. ნახეთ. აი ამ სვეტის ქვეშ შევუყრით. და მოვგზავნოთ ერთნამატიანი. ერთი წუთით არა, აქ ერთნამატიანი არ უნდა. აი დამავიწყდა. უნამატო უნდა მოვგზავნოთ, რა თუნდა აქ ერთნამატიანი, უნამატო უნდა მოვგზავნოთ. ნახეთ აი ასეთი გამოვიდა. შემდეგ 5 ჰაეროვანი, 1, 2, 3, 4, 5 და
შემდგომში კი არ გავაკეთებთ, გადავახტებით და აი შემდეგში გავაკეთოთ. კიდევ 5 ჰაეროვანი აქ არა, აქეთ. თითოს გამოტოვებით გსოვთ. ისევ 5 ჰაეროვანი და ეს არა, აი აქეთ გსოვთ. შემდეგ უნდა მოვგსოვთ ისევ 5 ჰაეროვანი 1 2 3 4 5 და ვაკეთებთ ნამაც და აი ამ სვეტის თავზე უნდა მოვგსოვოთ. აი ამ სვეტის თავზე. ნახეთ? აი ასე. ეხლა 2 ჰაეროვანი და შემდეგი სვეტის თავზე ვგსოვთ. ერთ ნამატიანს. ამის შემდეგ ისევ 5 ჰაეროვანი 1 2 3 4 5 და აი პირველივეში. ნახეთ? აი ეს ხო პირველია, პირველივეში მოვგსოვთ უნამატოს. ისევ 5 ჰაეროვანი და ახლა გამოტოვებით. აქ არა, აი აქ უნდა მოვგსოვოთ. აი აქეთ. უნამატო. ისევ 1 2 3 4 5 გამოვტოვოთ ეს და შემდეგში მოვგსოვეთ. 1 2 3 4 5 გამოვტოვოთ ეს გამოვტოვოთ და აქეთ მოვგსოვოთ. 1 2 3 4 5 და აი აქ გადავითვალოთ მესამე 1 2 3 და ერთ ნამატიანი უნდა მოვგსოვოთ აუცილებლად აქ თვალში და აი ეხლა დააკვირდით. ეს თითქოს კი არა შიგნით არის მოგსოვილი. აი ეს ბადე, ანუ აი ეს პატარა ზიგზაგები უნდა იყოს ზემოდან ნაკსოვზე და ძალიან ლამაზი გამოდის. აი ნახეთ ზიგზაგები როგორ იქნება ზემოდან. ეხლა დავდებ რომ კარგად შევათვალიეროთ. გავნაგრძოთ. 9 ჰაეროვანი უნდა მოვგსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 მოვაბრუნეთ და აი ეს ჩვენი მოგსოვილი თაღები თითქოს უკან არის. შევდივარ პირველივეში და უნამატოს გსოვ. ამის მერე 5 ჰაეროვანს გსოვ. გადავითვალო 1 2 3 4 5 და შემდეგ თაღში ვგსოვ. კიდევ 1 2 3 4 5 ნახეთ ამას გადმოვწევ ხოლმე რომ აი ეს კარგად დავინახო. ისევ უნამატო 1 2 3 4 5 გადმოვწიოთ ისევ უნამატო. დავიხუიო ძაფი. 1 2 3 4 5 და თაღში. ნახეთ ეს შუა ნაწილია უკვე. აი ამ თაღში შევდივარ და უნამატოს გსოვ. ამის შემდეგ 1 2 3 4 5 ნამაც ვაკეთებ და აი აქ ჩავდივარ. აი ეს შუა ნაწილის კვადრატები ნახეთ. აი სულ სწორი მიდიან ეს. არც უნდა დავაპატარავოთ, არც უნდა გავადიდოთ. ამაზე ვიცით რომ ყოველთვის 2 ჰაეროვანს ვაკეთებთ. 1 2 და შემდეგ ისევ ნამატი
ისევ შემდეგ სვეტში ჩავდივართ, მოვგზოვეთ ერთ ნამატიანი. ამის შემდეგ 5 ჰაეროვანს გვსოვთ, 1, 2, 3, 4, 5, პირველივე თაღში შევდივარ და უნამატოს გვსოვ. კიდევ 1, 2, 3, 4, 5, შემდეგ თაღში. უნამატო. 1, 2, 3, 4, 5, შემდეგ თაღში უნამატო. 1, 2, 3, 4, 5, შემდეგ თაღში უნამატო. 1, 2, 3, 4, 5, შემდეგ თაღში უნამატო. ისევ 1, 2, 3, 4, 5 და კედლიდან გადავითვლი 3-ს, 1, 2, 3 და აი ესე შევალ კედელში და ერთ ნამატიანს მოვგზავნოთ. ერთ ნამატიანს. დავამთავრეთ ეს რიგი. ამის შემდეგ 9 ჰაეროვანი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 ჰაეროვანი მოვაბრუნოთ და თაღში შევიდეთ უნამატო. 5 ჰაეროვანი და შემდეგ თაღში. გსოვთ 1, 2, 3, 4, 5 აი ასე უკვე ერთი და იგივეს გამეორება მე მგონი მოსაბეზრებელიც იქნება. გსოვთ სანამ შუა ნაწილამდე მივალთ. აი შეხედეთ, აი ეს შუა ნაწილი მოვგზოვე აქაც, მერე ისევ 5 ჰაეროვანი, შემდეგ ნამატი გავაკეთე, ჩავდივარ აი ამ სვეტში, შეხედეთ რომელი სვეტია, აი ეს სვეტი და მოვგზოვეთ ერთ ნამატიანი. შუაში როგორც ვთქვით, ყოველთვის 2 ჰაეროვანი დასჭირდება. ამის შემდეგ ნამატი ჩავდივართ და გსოვთ ერთ ნამატიანს. ისევ 5 ჰაეროვანი დაგვჭირდება და აი ესე ყველა თაღში მოგსოვით, ბოლომდე ჩავდივართ. 3, 4, 5, 2, 3, 4, 5, უნამატო. 1, 2, 3, 4, 5, უნამატო. 1, 2, 3, 4, 5, უნამატო. ბოლო თაღში მოვგზოვე, შემდეგ ისევ 5 თვალს მოვგზოვ, გადავითვლი აქედან მესამე თვალს, შეხედეთ 1, 2, 3 და ერთ ნამატიანს მოვგზოვ, ერთ ნამატიანი. შეხედეთ რა ლამაზი გამოდის, ეს ზევიდან ჯდება და ქვემოთ ბადე იგზოვება. გავაგრძელოთ გზოვა. 9 ჰაეროვანი 5, 6, 7, 8, 9 მოვაბრუნეთ, შევდივართ თაღებში და ეს უკვე ვიცით 5 ჰაეროვანი უნამატო. 5 ჰაეროვანი უნამატო და ასე შემდეგ. 1, 2, 3, 4, 5 უნამატო. 1, 2, 3, 4, 5 უნამატო. 1, 2, 3, 4, 5
უნამატო 1 2 3 4 5 და ვაკეთებ ნამატს, ჩავდივარ სვეტის თავზე და ერთ ნამატიანს ვქსოვთ. ამის მერე 2 ღაეროვანი, ისევ 1 ნამატი, ჩავდივარ სვეტის თავზე, ერთ ნამატიანს ვქსოვთ, ისევ 5 ღაეროვანი და ბოლომდე ასე გავდივართ. ბოლო თაღში მოვქსოვე, ამის შემდეგ ისევ 5 ღაეროვანს ვქსოვ, მერე გადავითვლი კედლიდან 1 2 3 თვალს, ნამატს გავაკეთებ, შევდივართ თვალში და ერთ ნამატიანს ვქსოვთ. აი რა გამოგვივიდა. შეხედეთ? აი ეს დეტალები არის ზემოთ. ბადეზე ზემოთ არის და ძალიან ლამაზად გამოიყურება. ეს რა თქმა უნდა მერე გასწორდება. ჯიჯირობით ის ფორმა არ აქვს, რაც უნდა კონდეს, იმიტომ რომ შემდეგი დეტალებია გასაკეთებელი. ნახეთ, შემდეგი დეტალები ძალიან ლამაზი გამოდის.